შუა დღემშვიდობისა, ჩემო საყვარლებო და ზვირფასებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს მინდა გავშალოთ თქვენთან ერთად და თქვენთვის ესეთი საჯარო გაშლა. მოდი ვნახოთ, ხო, ვინ არის თქვენი საბედო. ზოგადად საბედო სიტყვა არ მიყვარს, იმიტომ რომ ზოგადად ვიცით რომ ბედს თვითონ ვიქმნით, საბედო ის იქნება, ვისაც ჩვენ ავარჩევთ, მაგრამ გუშინ ერთ-ერთმა მაყურებელმა მთხოვა ესეთი რამე, რომ ჩამეწერა მსგავსი ვიდეო. ცხოვრებაში არ ვიცი ჩამეწერია ასეთი მსგავსი, ანუ ვიდეო, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, საბედო ჩემთვის ფენომენალური, ანუ რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვისაც ავირჩევთ, ის იქნება ჩვენი ბედის და ანუ ზოგადად ბედს ჩვენ თუ ვიქმნით, ხო? მაგრამ მაინც კარგით მოდი ვნახოთ, ვცდი ასეთ ფორმატს. ვნახოთ, ვინ არის თქვენი საბედო. ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ თქვენ თავზე კონცენტრირდით, ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი. და აი, რა ვიცი, ყველანაირად განეწყვეთ თქვენს თავზე იყავით ორიენტირებულები, რადგან აი ესე ვთქვათ, მე შევძლებ მარტივად გავშალო ეს თემა, რაც ჩემთვის ასე ვთქვათ, მარტივი გასაშლელი არ იქნება სავარაუდოდ, მაგრამ ვნახოთ აბა რას მოიტანს, იმიტომ რომ აღწერაში როგორ ვინ არის თქვენი საბედო, იმას უფრო ვიტყვი სავარაუდოდ, ალბათ პიროვნება თქვენთან ახლოს არის, შორს არის, იცნობთ, არ იცნობთ და ასეთ რაღაც კითხვებს დავსვა, რომ ვნახოთ საერთოდ ჯობში ვინა თქვენი საბედო, ხო? ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი. ამისთვის წამებია საჭირო, თქვენ თავზე კონცენტრირდით, მხოლოდ თქვენ თავზე იფიქრეთ, რა გელოდებათ თქვენს ბედში, მომავალში, ხო? ვნახოთ, ვინ არის თქვენი ბედით რგუნებული პიროვნება. ვნახოთ. მოდი ვნახოთ ჯერჯერობით ამისთვის რა ენერგიებში იმყოფებით თქვენ. თქვენი ენერგიები, დღევანდელი ენერგიები. დღევანდელი თქვენი ენერგიები, ოპა, როგორი მაღალი არკანები გვაქვს, აი ორი ამოყვა და მოდი თქვენი ენერგიები ვნახოთ დღევანდელი. დღევანდელი თქვენი ენერგიები, მოდი ასე ვთქვათ, სტაგნაციაში ხართ ენერგეტიკულ დონეზე, ასე ვთქვათ, ვისაუბრეთ, ენერგეტიკული ველი თქვენი არის ასე ვთქვათ, გაყინული, ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობაში, რომელიც აი არ იდვრის, ხო, რაღაცნაირად თან ხართ, თითქოს თავს იმხნევებთ ძალის არკანის მიხედვით, რომ რაღაც ყველაფერი კარგად იქნება, მომავლის იმეც არის, ანუ იხტიბას არ იტეხთ, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება და სწორიც არის, რადგან მომავალი, რა თქმა უნდა, თქვენ ხელშია და თქვენ როგორც წაიყვანთ სტაგნაციიდან, როგორც გამოხვალთ, ისე წავა თქვენი მომავალი, ხომ ასეა, ხო, ჩვენ ხელშია. აი ეს თქვენი მდგომარეობას, დღევანდელი თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობაც, მე თუ მკითხავთ, თქვენი დამსახურებაა, რადგან თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად აიღოთ და გამოხვიდეთ ამ ჩამოკიდებული კაცის პოზიციიდან. ნამდვილად ასე ვთქვათ, თუ ძალას მოიკრებთ, თუ ძალიან მოინდომებთ, ხომ, ამ ენერგეტიკულ ველს, რომელიც დღეს თქვენ გიფიქსირდებათ, რომლის მიხედვითაც თქვენ დღეს გაყინულ მდგომარეობაში ხართ, არც წინ მიდიხართ, არც უკან, არც გვერდით, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, მოკლედ აი ეს მდგომარეობა გაქვთ. გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან, რადგან ნახეთ 10 ახლებში იმყოფებით და 3 პენტაკლში. აი ნახეთ, თქვენ თვითონ უნდა შეეცადოთ, რა ის რაღაცნაირად თქვენთვის რაღაც აიც როგორ მგონია, რომ თითქოს თქვენთვის დასრულდა ეს ვერ გავია ცხოვრება დაასრულეთ თუ რა გააკეთეთ, ვერ ხვდები, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, წარსულში ნუ დარჩებით, ეს წარსულის რაღაც ბლოკები მოიხსენით, წარსულიდან წამოყოლებული ბლოკები უკაცრავად ერთი წუთით. წარსულიდან წამოყოლებული და მოყოლებული ბლოკები თქვენ ხელს გიშლით მომავლისთვის. გახდებით, ანუ თქვენ თვითონ უნდა იმუშაოთ თქვენს თავზე, რომ გამოხვიდეთ, ნახეთ, მოიკრიბეთ ძალა და იმუშავეთ თქვენი თავის აი ამ მდგომარეობიდან, ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობიდან და 10-იანი ხმლებიდან, რომ გამოხვიდეთ, ანუ არ არის დასრულებული ცხოვრება, ეს თქვენი ენერგეტიკაც, ამიტომა ესე დაბალ ვიბრაციული თქვენ თვითონ იქნით თქვენ თავს ასეთ მდგომარეობას, ხო? მოდი ახლა ვნახოთ, ხო? ანუ ვინ არის ის პიროვნება, რომელიც თქვენს ცხოვრებაში თქვენ და ბედად უნდა შემოვიდეს, ანუ მოდი ვნახოთ. პიროვნება, რომელიც თქვენი ბედი უნდა იყოს მომავალში, ანუ რომელსაც თქვენ აირჩევთ, მოდი ბედს აღარ ვიტყვი, ხო? რომელსაც თქვენ აირჩევთ, ვინ იქნება ეს პიროვნება, ხო? ვინ არის, რა ენერგიებშია დღესდღეობით ეს პიროვნება? მოდი ესე ვთქვათ, დღევანდელი თქვენი პიროვნების იცით რა არის? მოდი ასე ვთქვათ, პიროვნება, რომელიც თქვენ გელოდებათ მომავალში, არის ის პიროვნება, რომელიც აქტიურად გეძებთ თქვენ, უყურეთ 7-იანი პენტაკლები, ხმლების პაჟი და ასე ვთქვათ, კვერთხების დედოფალი. თავისი კვერთხების დედოფლის
ძიების პროცესშია პიროვნებას თქვენ იცნობთ თუ არა ერთობჯერჯერობით არ ვიცი დავსვავ ამ კითხვას მაგრამ ეს პიროვნება რომელიც თქვენ დაბედად არის რგუნებული რომელიც თქვენ გელოდებათ ან თქვენ ელოდებით და ასე ვთქვათ თქვენ უნდა შეგხვდეთ მომავალში ან იცნობთ ასე ვთქვათ მე ვფიქრობ უფრო არ ვიცი არ ვიტყვი მაინც ავიყი არკანს დაველოდები რომელსაც ამოვიღებ ხო ეს პიროვნება რომელსაც თქვენ ეძებთ და ელოდებით აი ესეთი დიდი მონდომებით პაჟი ხმლების ენერგიებში ეძებს თავის აი ეს კვერთხების დედოფალს ელოდება 7-დან პენტაკლს ნახეთ ელოდება თითქოს ორივე ერთმანეთს ელოდებით თითქოს ხო აი თითქოს ბედმა რაღაცა ბედმა უნდა ქნაასო რო იტყვია ხო ბედი თუ ბედია სადაცაა ბედი შენი იქ მიგიყვანს ფეხი შენიო ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა სხვათა შორის ეგ ეგრეა და ნამდვილად ეგრე მოხდება მაგრამ თუ არ გავანძრებთ ხელს და ფეხს ვერ სადაც ვერაფერი ვერ წავიყვანს ვერ მიგვიყვანს და ასე შემდეგ მონდომება ადამიანებო მონდომება აქედან გამომდინარე აი თითქოს უნდა რა ამ ადამიანსაც თქვენ ვინც გელოდებათ მომავალში რომ შეხვდეთ თავის ასე ვთქვათ კვერთხების დედოფალს რომელიც მის ცხოვრებას გამრავალ ფეროვნებს იცნობთ თუ არა თქვენ კონკრეტულად ამ პიროვნებას მოდი ვნახოთ თქვენ ეს პიროვნება იცით თუ არა ვინ არის ეს პიროვნება რომელსაც ელოდებით არის თქვენთვის ნაცნობი პიროვნება იცნობთ თუ არა ამ პიროვნებას თქვენ ვინც თქვენ გელოდებათ და ვისაც თქვენ ელოდებით მოდი ასე ვთქვათ იეროფანტი მოდი აი ესეთ ნიშნებას მოგც. ოპა. კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგადაც იცნობთ ამ პიროვნებას, რადგან აი ესე ვთქვათ რა. იეროფანტიდან გამომდინარე, თუ იცნობთ დაკავშირებული არის, ან შეიძლება ყოფილი იყოს, რომელთანაც დაგენგრად ურთიერთობა და შეიძლება თავიდან შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, ან შეიძლება მომავალში დაიწყოთ სამსახურისადმი და სამსახურში გაიცნოთ ეს პიროვნება და შეიძლება არ იცნობდეთ. აი, ორ ვარიანტად დავყოფ. ვინც იცნობთ ამ პიროვნებას, შეიძლება იყოს სამსახურიდან გამომდინარე პირველი ვარიანტი, რომლებიც იცნობთ ამ პიროვნებას, ან ყოფილი, ასე ვთქვათ, შეყვარებული, ან ასე ვთქვათ, პარტნიორი რომელიც ყავდათ და რაღაც სინანულებით და ასე შემდეგ გაგონდებათ და იმასაც ასე შემდეგ აგონდებით და ფიქრობს თქვენს და თქვენც მასზე ფიქრობთ და აი შესაძლებელია ეს პიროვნება ასე ვთქვათ, კი ბატონო, ერთად მუშაობდით სავარაუდოდ, ან გქონდათ საერთო საცხოვრებელი, სადაც ერთად ცხოვრობდით, ერთად მოღვაწეობდით და ასე შემდეგ. აი ეს პირველი ვარიანტი არის ეს რომ იცნობთ, აუცილებლად იცნობთ, ის ან თქვენი ყოფილი პარტნიორია, ან ოჯახის წევრია, რომელთანაც დღეს დისტანცია გაქვთ უბრალოდ, ან ადრე მუშაობდით სამსახურში ერთად, ან რაღაც ოფიციალური ურთიერთობიდან გამომდინარე არის, რომელიც მატერიალურ კეთილდღეობასთან არის დაკავშირებული. პირველ ვარიანტს გეტყვით ესეთ რამეს, რომ იცნობთ სავარაუდოდ და ეს არის თქვენთვის ის პიროვნება, რომელიც უნდა დაბრუნდეს თქვენ ცხოვრებაში და თითქოს ერთმანეთს ელოდებით და ნაბიჯებს არ ადგამთ. მეორე ვარიანტად შემიძლია დავყო ისეთი რაღაც, რომ თქვა ესეთი რამე, რომ ჯერჯერობით თქვენ არ იცნობთ ამ პიროვნებას, მაგრამ შესაძლებელია მალე გაიცნოთ, თუმცა ეს იქნება ისევ და ისევ თქვათ ისეთი მდგომარეობა, სადაც შეიძლება მომავალში მოიწყოთ სამსახურში, ან მოვიდეს ახალი თანამშრომელი, ან თქვენ ხართ უფროსი და მოვიდეს თქვენთან ისეთი თანამშრომელი, რომელიც თქვათ ის იყოს ის პიროვნება, ხო, რომელსაც ელოდებით. აქედან გამომდინარე სამსახურეობრივ თემასთან არის დაკავშირებული მეორე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ მალე გაიცნობთ თქვენ ამ პიროვნებას და რა გელოდებათ, მაგალითად პირველ ვარიანტში, ხო, როდესაც თქვენ იცნობთ ერთმანეთს და რაღაცნაირად დღესდღეობის სტაგნაცია თქვენ შორის და დისტანცია და მხოლოდ მოგონებები ერთმანეთთან მიმართებაში რა გელოდებათ ანუ პირველ ვარიანტს ამ ურთიერთობაში ოპა რთული იქნება იცით რაღაცნაირად თქვენი ურთიერთობის აღდგენა რთული აი განრთული იქნება აღდგება მაგრამ სირთულებს ისევ გადააწყდებით იმიტომ რომ რაღაც წარსულიდან მოყოლებული ისევ შევეხებით წარსულ ვარიანტს მოყოლებული რაღაცები რაც აი რთული დასავიწყებელია სინანული აი რაღაც ნგრევები რაც თქვენ შორის ხუთიანი თასების მიხედვით ხო აი ნახეთ რა კარგი არკანია ჩანს კიდევაც ნგრევები რომელსაც უკვე მოგაგონდებათ ხო რაც არ უნდა იყოს როგორი თემა არის ხო სკლეროზი ხომ არა გაქვთ და ასე ამნეზია რომ დავიწყოთ ხო რაღაცები აქედან გამომდინარე ერთმანეთს ჩანს კი მისცემთ მაგრამ ძალიან გაგიჭირდება ერთმანეთის ნდობის თავიდან მოპოვება აქედან გამომდინარე ისევ და ისევ თქვენ თავებზე უნდა ემუშაოთ პირველმა ვარიანტმა რომლებიც იცნობთ ხო ერთმანეთს აქედან ეს დასკვნის გამოვიტა რომ მიეცეთ ერთმანეთს შანსი რადგან თქვენ შორის შედგეს ნორმალური ურთიერთობა და მგონი პერსპექტიულიც აი იმიტომ რომ შეხედეთ
სიყვარული თქვენ შორის იყო ამ ადამიანს უყვარდით, მაგრამ თასების რაიდან გამომდინარე ეს პიროვნება თავის-თავზე უფრო იყო ორიენტირებული ვიდრე თქვენთან მიმართებაში სიყვარულზე, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა მაინც უყვარდით და ასე ვთქვათ, ამიტომ არის რომ აი ესე შეერთდება თქვენი გზები, თქვენც ვერ ივიწყებთ. ეს არის პირველი ვარიანტი. კარგად მოისმინეთ პირველი ვარიანტი და თავიდან ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, რადგან არ გამოგჩეთ რაღაც დეტალები და მეორე ვარიანტი, რომლებიც არის რომ ერთმანეთს და უნდა შეხვდეთ ერთმანეთს სამსახურებრივი თემებიდან გამომდინარე და საშუალებას მაძლევს ეს არკანი იეროფანტის ვთქვა რომ სამსახურიდან გამომდინარე იქნება ან შეხება გექნებათ საბუთებთან მიმართებაში მაგალითად მუშაობთ საჯარო დაწესებულებაში მოვიდა ვიღაც პიროვნება თქვენთან რაღაც მომსახურების მისაღებად თუნდაც ხო აი თუნდაც ეს პიროვნება იყოს რა გელოდებათ მომავალში ამ პიროვნებასთან თქვენ ოპა ცაბედის წერო მდგომარეობა გვაქვს მეორე ვარიანტში მეორე ვარიანტი რომელშიც მე ვისაუბრე და სადაც შეიძლება სამსახურეობრივად იყოს განვითარებული ან კიდე აი რაც ვახსენე ხო იმ ვარიანტებში იყოს განვითარებული თქვენი ურთიერთობა იქნება რაღაც არჩევანი არ არის მაინც და მაინც აუცილებელი ისევ და ისევ ვიძახი იყოს ანკუთხედი, ოთხკუთხედი, ხუთკუთხედი და რვაკუთხედი უბრალოდ შეიძლება იყოს რაღაც არჩევანი იმიტომ რომ საბედის წერო მდგომა ის არის ვითარება მეორე ვარიანტის ურთიერთობაში სადაც აი არ ვიცი რაღაც ეშმაკისებრი ვიჯაჭვულობა იქნება ხო ხდები და რაღაცებზე უარის თქმა მოგიწევთ თქვენც და მასაც იმისთვის რომ ერთად იყოთ ხო აქედან გამომდინარე აი ნახეთ სამიანი კვერთხები ხო რაღაც მომავლის შესაქმნელად თქვენ რაც მომავალში გინდათ რომ ერთმანეთთან გადაგხვდეთ ხო მაგის გამო და თუ მოგინდებათ რომ ერთმანეთის ცხოვრება დაუკავშიროთ აი მეორე ვარიანტმა ხო მოგიწევთ რაღაცებზე უარის თქმა რადგან ნახეთ თვალის არკანის მიხედვით არის რაღაცეები ცხრიანი ხმლების მიხედვით რაც აი მოდი ასე ვთქვათ არის რაღაც მესამე ფაქტორები რისი დათმობა თქვენ შეგეშინდებათ და აი აქედან გამომდინარე თქვენ იგექნებათ მისაღები გადაწყვეტილება გიღებთ თუ არა ეს ურთიერთობა იმისთვის რომ თქვათ დათმოთ რაღაცეები თუნდაც სამსახურის თუნდაც რაღაც პირადის პროფორმასია ხომ აქედან გამომდინარე საბედის წერო შეხვედრა იქნება ეს მეორე ვარიანტისთვის და აი თქვენ ხელში ისევ და ისევ ვიძახი ერთ მე პირველ ვარიანტიც მეორე ვარიანტიც რომლებიც მე განვიხილე დღეს. ბედი თქვენს ხელთ არის, როგორც წაიყვანთ თქვენს ცხოვრებას. ისე წავა თქვენი ცხოვრება. ერთადერთი შეიძლება თქვენი ბედის არევა, თუ ვიღაც მაგიური ზემოქმედებებით ჩაერევა მაგ თქვენ ბედში ხვდებით და აქედან გამომდინარე არც ეგ არ არის დასასრული ამ ცხოვრების, რადგან არსებობს ათასნაირი სახის წმენდა, ათასნაირი თუ არა, კარგი წმენდები არსებობს თქვენი ბედის ხაზის გასახსნელად და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე ყველაფერს ეშველება ადამიანების სიკვდილის გარდა. ბედი თქვენს ხელშია. როგორი შემართებაზე, როგორი მონდომებაც გიქნება თქვენს ბედთან და ცხოვრებასთან დაკავშირებით, ისე წარიმართება თქვენი ცხოვრება. სულ ეს არის, რაც მე დღეს ასე ვთქვათ, მინდოდა გამეშალა და გაიშალა კიდევაც აჰა კი ბატონო შეხედეთ თქვენს ხელთ არის თქვენი ცხოვრება ის თუ როგორ გინდა თქვენს ცხოვრებაში მოღვაწეოთ რა არის თქვენთვის სიამოვნება რა არის თქვენთვის კეთილდღეობა ხო რასაც დაასკვნით იმის და მიხედვით უნდა იმოქმედოთ გინდათ არ გინდათ რატო გინდათ რა არის სარგებელი რა იქნება სასარგებლო მინუსი პლუსი ერთმანეთზე უნდა დასვათ ხომ ესეა რომ გაიგოთ გინდათ თუ არა საერთოდ ჯამში ამ ადამიანებთან ყოფნა პირველს და მეორე ვარიანტებში ვსაუბრობ ხო ორივე ვარიანტში ერთი და იგივე სათქმელი მაქვს თქვენი ბედი თქვენ ხელთ არის. აქედან გამომდინარე, რაც მე ვისაუბრე, ეს იყო და ეს, ვისაც გაინტერესებდათ, არ ვიცი ვისთვის რეზონირდება და ვისთვის არა, მაგრამ ვფიქრობ ორივე ვარიანტად, ასე ვთქვათ, ყოველთვის ესეთი გაშლები, ასე ვთქვათ, ყველაზე რეზონირდება რა, აი პირდაპირ თქვა რა, არადასამალია და ნახევარი მსოფლიო ასეთ ისტორიებში ცხოვრობს და აქედან გამომდინარე თქვენ ხელთ არის თქვენი ბედი ძალიან გთხოვთ. ეს კარგად დაიმახსოვრეთ, ხო? ანუ ის გამონათქვამი მახსენდება რა, ბრძნული გამონათქვამია, რომ იგავია თუ რაც არის, ანუ კაციო იხჩობოდაო და ეხლა მე ერთო მიშველეო და უფალმა უთხრაო, რომ გაანძრიე ხელი და ფეხი და გეშველებაო, ესეა. თქვენს მონდომებაზეა ყველაფერი დამოკიდებული, რამდენად მოიდომებთ და როგორც მოიდომებთ, ისე წარიმართება თქვენი ბედით, თქვენი ცხოვრებას და თქვენი ყოველი, ასე ვთქვათ, დღე გათენებული, რომელიც იწყება დილიდან და ასე შემდეგ, ხო? სულ ეს იყო რის თქმაც მე მსურდა თქვენთვის გისურვებთ მშვიდობას, სოლიდარობას, ცხოვრებაში სიმარტივეს, ასე ვთქვათ, მარტივად ცხოვრება რომ შეგეძლოთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩატეთ და მსუბუქად და არასერიოზულად, მარტივად რომ შეხედოთ რაღაცეებს ცხოვრებაში, უფრო გაგიადვილდებათ თუნდაც ურთიერთობაში, გინდაც ყოველდღიურობაში, გინდაც სამსახურში, გინდაც ფინანსებში და ასე შემდეგ. დაგემშვიდობებით ჩამოკარგებო, გისურვებთ სასიამოვნო საღამოს უკვე საღამო ახლოვდება, მშვიდობიან ღამესაც გისურვებთ და მშვიდობიან ცხოვრებას გისურვებთ ჩემო საყვარლებო და კარგებო. კარგად ზანდებოდეთ.